პროფესიონალია დედოსკიუ. ჩაუდგა ბიჭო ჯიბეში ჩა. მიდი დაგენერე მიდი. გამარჯობათ. ბოდიში ერთი წამი და მონიტორს შეხედე კარგად. უკაცრავად ბოდიში. აქ მიჩი პლუს ერთ პროდუქტს მიჩვენებს. პლუს ერთ პროდუქტს მიჩვენებს და. სულ ეს არის რაიმე ხო არ დარჩა კიდე კალათში. მეტი არაფერი? ჯობია თქვენი თვე თქვათ რა ხდება. ჯობს თქვენით მითხრათ რა ხდება, იმიტომ რომ ძალიან ხერხულში ვარ სიმართლე გითხრათ და. ხდება რა ვიცი. არიცით რა ხდება? მიწის თხილი გეუბნებათ რამეს? მიწის თხილი თუ გეუბნებათ რა იმის? არც არ გეუბნებათ ეს ჩავურთე ვიდეო. ნახეთ. აი ნახეთ. ეს თქვენ ხო ბრძანდებით? კი. თქვენ ხართ ხო? ხდებით ხო რა ხდება? ხდებით ხო რა ხდება? მე არ ჩამიდის თავი. თქვენ არ ჩაგიდეთ არაფერი? რატომ ახლა სხვა რამე თუ ვიხდი მიწის თქას? უბრალოდ დააბრუნეთ და ყველაფერი დამთავრდება. დააბრუნო არა მაქვს. არ აბრუნებთ? აბრუნებთ. თუ არ გაქვთ? არ მაქვს. ჯიბეში არაფერი არ გაქვთ ხო? შეგიძლიათ მაჩვენოთ? შეგიძლიათ რომ მაჩვენოთ ბოდიში რა ხერხული. არაფერი. რა არის ეს? ის რა თქვენ მითხარით რას ნიშნავს? ეს არის ჩემი არები. ალბათ თავისით გადმოხტა თქვენ ჯიბეში. ალბათ თავისით გადმოხდა ჯიბეში თქვენთან თუ არ ვიცი თქვენ ფაქტია არა მე. ქოკოს შედი. ეს 1 2 3 4 5 6 7 პროდუქტი მე რას მაჩვენებდა და აი. აბა რა ხდება? მე არ ვიცი რა ხდება ეს რა ნიშნავს რა ვიცი. ოფიცერო. გისმენთ? ვიდეო მაქვს მოკლედ. აი. სადაც ბატონი იდებს ჯიბეში. თხილი წავიდა ჯიბეში. თხილი წავიდა ჯიბეში. კაცი წავიდა ციხეში. რა გავაკეთე? ორჯერ ორია, ყველაფერი სახეზეა. გასაგებია, ნუ ეს არის. ეს არის 163 მუხლის. 163 მუხლის დარღვევა. რაც იმას გულისხმობს, რომ პროდუქტის განთავსება 53 მუხლის 53 მუხლის ნაწილში. ანუ ჯიბის არეში. ანუ ჯიბის გარადაში. არეში. ანუ რაღა ანუ ეს არის ჯარიმა. ეს არის ჯარიმა. 4 ლარი. 4 ლარი. ქეშზე გადაიხდით თუ ბარად? ეს არა მიღია. ქეშით